შეგახსენებთ ყველა მასალა და ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის. აა ესე იგი ბატონო. კარგით, ნელ-ნელა დავიწყოთ და ალბათ ხალხიც შემდეგომ შემოგვიერთდება. დღეს ლექციის საკითხი გვექნება natural language processing, საწყისები თუ როგორ გავაანალიზოთ და ვიმუშაოთ ტექსტურ მონაცემებთან. ძირითადად ამას გავაკეთებთ პროექტის მაგალითზე, სადაც შევეცდებით კლასიფიკაციის მოდელი ავაწყოთ რაღაც სამაგალითო ტექსტზე. რა პრაქტიკები შეგვიძლია გავითვალისწინოთ, ახალი ტერმინები შემოვიტანოთ, რაც ძალიან გამოგვადგება მომავალ ლექციებზე. დღეს რასაც განვიხილავთ, ეს არის ასე უფრო ძირითადად ფუნდამენტური ტექსტური ანალიზი. და შემდგომ ვიხილავთ, როგორ ვითარდება ეს ტექსტური მიდგომები დროთა განმავლობაში. შევხედოთ ჩვენ განვლილ და მომავალ გზას, ესე იგი შეგახსენებთ, რომ დღეს არის მეოთხე ლექცია. აქამდე ჩვენ უკვე გქონდა საშუალება გავცნობოდით მანქანური სწავლების ძირითად მეთოდებს, გამოვიყენეთ scikit-learn, შევაფასეთ მოდელების სიზუსტე, როგორ შეიძლება მათი გაუმჯობესება. წინა ლექციაზე გავიარეთ ნეირონული ქსელები და ერთი მაგალითისთვის მოდელიც ავაწყეთ, რომელიც ხელნაწერ ციფრებს იცნობდა სურათიდან. დღეს გვექნება ტექსტთან მუშაობის სამაგალითო პროექტი, რაც ასეთ შესავალს გვაძლევს შემდეგი კვირის მასალისთვის, რაც არის დიდი ენობრივი მოდელები, large language models, სადაც ერთიანდება ჩვენი ბოლო ორი ლექციის მასალა, რაც ძირითადად იქნება ნეირონული ქსელები და ტექსტთან მუშაობა. და საკმაოდ დიდი თანაკვეთა იქნება ტერმინებთან და იდეებთან, რაც წინაზე განვიხილეთ და რასაც დღეს განვიხილოთ. ცნობისთვის შემდეგი კვირის ლექცია გვექნება ორი, ორშაბათს და ხუთშაბათს, ორიც არის საათნახევრიანი ლექცია. მომავალ კვირას პირველ ლექციას უფრო თეორიული და გაცნობიტი სახე ექნება, ხოლო ხუთშაბათის ლექციას უფრო პრაქტიკული. ხუთშაბათის ლექცია სხვა დღეებისგან განსხვავებით 7:30-ზე დავიწყოთ, მაგრამ ამ ყველაფერს კალენდრის ინვაიტში თქვენც მიიღებთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. სხვა მხრივ განრიგი რჩება იგივე, ძირითადად დავიწყებთ 7 საათზე, უბრალოდ შემდეგ კვირას ეს იქნება ორშაბათიც და ხუთშაბათიც და 2 საათნახევრიანი სესია გვექნება. ეს ხდება იმიტომ, რომ მასალა, რომელიც უნდა მოვიცვათ, იზრდება, საკმაოდ თეორიული მასალაც გვინდა არ გვინდა ცოტა უნდა დავფაროთ, რომ შემდეგ პრაქტიკულიც უფრო თვალსაჩინო იყოს და ადვილად ასათვისებელი. კარგით, შევუდგეთ, დღევანდელი ლექციისთვის ახალი პროექტი დაგვჭირდება. ეს არის ცალკე რეპოზიტორი, რომელიც შეგიძლიათ გადმოგაჩვოთ. როგორც ყოველთვის მე ძირითად ბრძანებას დაგიშეერებთ ჩატში. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ეს პროექტი მართლაც გადმოწეროთ და თვალი ადევნოთ, ან შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, თვითონ GitHub-ზევე გახსნათ ეს Jupyter Notebook-ი და კოდით თუ არა ვიზუალურად მაინც შეგიძლიათ გამოყვეთ პროექტს. დღეს განვიხილავთ აი ამ კონკრეტულ პროექტს და შეგიძლიათ თუ გაშვებას არ აპირებთ tutorial with output ფაილით დავიწყოთ, სადაც გამოჩნდება როგორც კოდი, ისევე თითოეული კოდის უჯრედის შედეგი. რის დახმარებითაც არ არის აუცილებელი, რომ ედიტორი გქონდეთ, მაგრამ სასურველია. თუ ედიტორზე გირჩენიათ, შეგიძლიათ tutorial notebook-ი გახსნათ
სადაც თითოეული უჯრედი შეგიძლიათ თავიდან გავუშვათ და ერთად ვიხილავთ პროექტი როგორ მიმდინარეობს. ისევ და ისევ რეკომენდაცია არის, რომ ვირტუალური გარემო გამოიყენოთ, თუმცა აუცილებელი არ არის. შეგახსენებთ, რომ ვირტუალური გარემო გვაძლევს საშუალებას, რომ იზოლირებული გარემო გქონდეს ჩვენი პროექტებისთვის, რომ არ მოხდეს კონფლიქტი ბიბლიოთეკებს და მათ ვერსიებს შორის. და ეს უბრალოდ კარგი პრაქტიკა არის, რომ თითოეულ პროექტს გქონდეს თავისი გარემო, სადაც ვაკონტროლებთ ყველაფრის ვერსიას და მსვლელობას. კარგით, თვითონ პროექტს შევუდგეთ. ეს იქნება წმინდად პრაქტიკული პროექტი, რომელიც, ასე ვთქვათ, რამდენიმე ნაბიჯით წინ მივდივართ იმისგან, რაც უკვე ერთხელ გავიარეთ და განვიხილეთ. დღეს პროექტი იქნება ტექსტთან მუშაობა. კერძოდ ამ შემთხვევაში scikit-learn-ის ბიბლიოთეკის გამოყენებით, მაგრამ როგორც წინა ლექციაზე ვიხილეთ და გამოვიყენეთ PyTorch-ის ბიბლიოთეკა ნეირონული ქსელის ასაწყობად, ჩვენ თავისუფლად ვხედავთ, რომ ეს ბიბლიოთეკები არის ფაქტობრივად შეგვიძლია გამოვცვალოთ ერთი მეორეს. ფუნდამენტური მიდგომა და თეორია რჩება იგივე. როგორ პრაქტიკულ ხერხებს გამოვიყენებთ, ეს იცვლება მხოლოდ. ამ შემთხვევაში კი scikit-learn-ს ვიყენებთ, თუმცა არის უამრავი ანალოგი, იქნება ეს cloud-ზე თუ ლოკალურ გარემოში. და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი ბიბლიოთეკით ვიზღუდებით. ჩვენი მიზანია, რომ ეს ძირითადი იდეები გავიაზროთ, როგორ მუშაობს ეს პრინციპები, მოდელის შექმნის, გაწვრთნის, შეფასების, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია. და იგივე თეორია ვრცელდება ყველა სხვა გარემოზეც. ჩვენ კურსის ბოლოს გვექნება საშუალება, რომ AWS-ზე გავწვრთნათ მოდელები და ვიხილავთ, რომ იქნება ეს კოდით, თუ კოდის გარეშე, Python-ით, scikit-learn-ით, თუ ნებისმიერი სხვა ბიბლიოთეკით, იდეები რჩება იგივე. და საბედნიეროდ ის, რასაც გავივლით და გავიაზრებთ გარემოში, ხშირად შეგვიძლია მოვარგოთ სხვა გარემოსაც. სულ მცირე პრაქტიკული ცვლილებებით. კარგით. მოდით დავიწყოთ უბრალო როგორც ყოველთვის გარემოს სეტაპით. დაგჭირდება შემდგომი ბიბლიოთეკები. თუ იყენებთ იმ გარემოს, რომელსაც აქამდე იყენებდით, ახალი არაფერი არ დაგჭირდებათ, ეს არის უკვე ჩვენთვის ნაცნობი ბიბლიოთეკები. ისევ და ისევ გამოვიყენებთ scikit-learn-ის გაწვრთნის pipelines. ერთადერთი სხვაობა გვექნება ის, რომ ამჯერად ვიმუშავებთ ტექსტურ მონაცემებთან. რა სირთულეები მოყვება ამას, რა მეთოდების გამოყენება შეგვიძლია, რა უნდა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. ჯერ გავიხსენოთ, როგორ ვჩნიდით კლასიკურ მანქანური სწავლების მოდელს scikit-learn გარემოში. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში და წინა განხილულ ამოცანებში ჩვენთვის მოდელზე შემომავალი ინფორმაცია იყო ყოველთვის რიცხვებით წარმოდგენილი. იქნებოდა ეს მატრიცა, რაღაც MEN-ზე განზომილებით, ქონდა target მონაცემები, ანუ მიზნობრივი მონაცემები. ხან ერთი რიგ შემთხვევებში ქონდა თუ გახსოვთ კატეგორიკულ მონაცემებთან საქმე, სადაც გამოვიყენეთ სპეციფიური ენკოდირება, როგორ წარმოგვეჩინა ეს კატეგორიული თვისებები იქნება ეს ფერი მაგალითად და ნებისმიერი კარდინალური დისკრეტული მაჩვენებლები. როგორ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ის რიცხობრივად. შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც საქმე არ გვაქვს ტექსტთან, მონაცემებს ძირითადად ვყოფთ ორ ნაწილად, ეს არის ჩვენი x-ი და y-ი, ანუ ის მონაცემები, რომლებსაც გამოვიყენებთ საწვრთნელად და ის მიზნობრივი ფუნქცია, რომლის მნიშვნელობების აპროქსიმაციასაც ვცდილობთ. ორივე არის მასივი, სადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი სიმაღლით ერთმანეთს შეესაბამებოდნენ, ანუ კონდეს იმდენივე მიზნობრივი ლეიბლი, ანუ მნიშვნელობა თითოეული წარმოდგენილი მონაცემისთვის. და ასევე ქონდა სიგანე.
რაც იყო თუ რამდენი მაჩვენებელი ან ფიჩერი გვაქვს თვითეული მონაცემისთვის. ანუ რა განზომილების მონაცემებთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში თითოეული სტრიქონი არის ერთი გაზომვა, ანუ observation. თუ გახსოვთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი მოდელი, რაც განვიხილეთ, ჰქონდა 4 სვეტიანი მატრიცა, სადაც 4-ვე სვეტი იყო რიცხობრივი მაჩვენებელი. თან ერთნაირ ერთეულებში. ყოველ შემთხვევაში ეს იყო სანტიმეტრი, ანუ ისეთი რიცხვები, რომლებიც შეგვიძლია ფაქტობრივად ნებისმიერი გადამუშავების ან ტრანსფორმაციის გარეშე ჩავაწოდოთ მოდელს, რახან ისინი ერთ-იგივე ერთეულშია. და მიზნობრივი ფუნქცია ჰქონდა 3 კლასი. ანუ ვცდილობდით გაგვირკვია ჩვენი თითოეული ყვავილი ამ შემთხვევაში რომელ კლასს მიეკუთვნებოდა. ნოლს, 1-ს თუ 2-ს. მოდელის ასაწყობად ვიყენებდით უკვე scikit-learn-ის ბიბლიოთეკიდან დაიმპორტებულ მოდელის კლასს. განვიხილეთ რამდენიმე ტიპის მოდელი, რომლებიც შეგვიძლია პირდაპირ დავაიმპორტოთ და გამოვიძახოთ მათზე fit ფუნქცია. რაც შეება იმას, რომ იწყებს იტერაციულ პროცესს მოდელის აწყობის და იმედი გვაქვს, რომ მიღებული ფუნქცია აკეთებს ჩვენთვის სასურველ აპროქსიმაციას. ანუ გვეუბნება ამ შემთხვევაში რომელ კლასს მიეკუთვნება თითოეული რიგი. ქონდა მეთოდი predict, სადაც შეგვიძლია ჩაგვიწოდებინა უკვე ახალი მონაცემები, ის მონაცემები, რომლებიც არ გამოგვიყენებია გაწვრთნის პროცესში. და მიგვეღო უკვე ახალი prediction, ანუ პროგნოზი იმისა თუ აი ამ მონაცემებს რომელი ყვავილის კლასი შეესაბამება. ჩვენ იგივე მიდგომა გამოვიყენეთ სხვა ამოცანების ამოსახსნელად, იქნებოდა ეს რეგრესიის ამოცანა, იქნებოდა ეს სურათების კლასიფიკაციის ამოცანა, რომელიც წინაზე განვიხილეთ. კი, მართალია იმ შემთხვევაში ჩვენ ნეირონული ქსელები გამოვიყენეთ, თუმცა მაგით იცვლება მხოლოდ აი ეს მანქანური სწავლების მოდელი, რომელსაც ვიყენებთ. მაგრამ თვითონ აი ეს მთელი პროცესი, რომ ანუ მონაცემებს ვამზადებთ, ვაკეთებთ pre-processing-ს, ვამზადებთ მოდელისთვის და შემდეგ გვაქვს fit და predict ფუნქციები, ძალიან მსგავსი ინტერფეისები არის მოდელებს შორის. და ნეირონული ქსელიც უბრალოდ ერთ-ერთი მოდელია, რომელიც შეგვიძლია მოვარგოთ ჩვენ ამოცანას. მაგრამ ამოცანა გვიდგება მაშინ, როდესაც გვინდა ტექსტთან მუშაობა. ტექსტი მოგეხსენებათ, ეს არის სიმბოლოების ერთობლიობა, რაც როგორც უკვე თვითონ მოდელირების თეორიიდან ნახეთ, რომ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის აპროქსიმაცია გავაკეთოთ და დავიწყოთ მათემატიკური ანალიზი, საკმაოდ სიღრმისეული რიცხობრივი ანალიზის საჭიროება გვაქვს. ანუ გვჭირდება ფუნქციის წარმოებულის დათვლა, აღმოჩენა თუ როგორ გავასწოროთ პარამეტრები, რომ შევძლოთ ფუნქციის ნაბიჯ გაუმჯობესება. მაგრამ ისმის შეკითხვა, როდესაც გვაქვს სიმბოლოები ან ტექსტი, როგორ შეგვიძლია იგივეს გაკეთება. ანუ ფაქტიურად ამოცანა გვიდგება, როგორ გარდავქმნათ ტექსტი რიცხვებში ან რიცხობრივ ვექტორში, ისე რომ შევძლოთ აი ესეთი იგივე გაწვრთნის ჩარჩოს გამოყენება და სასურველია მივიღოთ შედეგი. იქნება ეს ტექსტის კლასიფიკაცია, იქნება ეს ახალი ტექსტის გენერირება, იქნება ეს ტექსტის კლასტერირება. ყოველ შემთხვევაში ზუსტად იგივე ამოცანები, რომ შევძლოთ ტექსტურ ინფორმაციასაც მოვარგოთ. ტექსტური ანალიზი არის საკმაოდ ფართოდ პრაქტიკაში გამოყენებული ანალიზი, იმიტომ რომ ძირითადად მონაცემები, რომლებთანაც გვაქვს საქმე, ხშირად არის ტექსტურ მდგომარეობაში. ეს შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ გვაქვს მხოლოდ ტექსტი იმ მონაცემებთან, რომლებთანაც ვმუშაობთ, შეიძლება იყოს, რომ ტექსტი არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი მონაცემების.
აქ შემოდის ისეთი საკითხები, როგორიც არის მართლწერა, ტექსტის ფორმატირება, გრამატიკა, ენა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ანუ საკმაოდ გვირთულდება ამოცანა მხოლოდ იმაზე დაყნობით, რომ გადავდივართ რიცხობრივი მონაცემებიდან ტექსტზე. ჩვენი ამოცანა დგას იმაში, რომ შევძლოთ თითოეული ტექსტის რიცხობრივ ვექტორად წარმოჩენა. ამ რიცხობრივ ვექტორს მოველით, რომ უნდა გქონდეს რაღაც თვისებები. ერთ-ერთი თვისება არის, რომ უნდა იყოს სტაბილური, ანუ მონაცემს თუ რამდენჯერმე ჩავაწვდით, უნდა მივიღოთ ერთი და იგივე ვექტორი გამოსავალზე. უნდა იყოს საკმარისად გრძნობიარე, ანუ თუ ტექსტში რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვლება, ახალ ვექტორს უნდა ვიღებდეთ. თუმცა არა იმდენად გრძნობიარე, რომ ნებისმიერ სიმბოლოს ცვლილებაზე აბსოლუტურად განსხვავებულ ვექტორს ვიღებდეთ. აი მაგალითად შეიძლება გქონდეს, აი მაგალითისთვის განვიხილოთ სამი მარტივი ტექსტი, call you tonight, call me a cab, please call me please და ასე შემდეგ. ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაც მარტივი სამი ტექსტი. ხედავთ, რომ რაღაც სიტყვები მათ საერთო აქვთ, ხედავთ, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება დიდი ასოთი დაიწყოს, ზოგ შემთხვევაში მთლიანად დიდი ასოებისგან შედგებოდეს. გვაქვს წერტილები, ძახილის ნიშნები, გვაქვს ასევე სიტყვების თანმიმდევრობა. ანუ ყველა ეს დეტალი, რომელიც ჩამოდის, უნდა გავითვალისწინოთ ვექტორიზაციის დროს, რომ შევქმნათ ასე თუ ისე ლოგიკური დაკავშირება ჩვენ შევმოვალ ტექსტს და მიზნობრივ ვექტორს შორის. ამას განვიხილავთ ზუსტად დღეს, როგორ შეგვიძლია გარდაქმნათ ერთი მეორეში და როგორ შეგვიძლია ეს ვექტორები გამოვიყენოთ მანქანური სწავლების ამოცანისთვის. დღეს ამას კლასიფიკაციის ამოცანისთვის განვიხილავთ, კერძოდ როგორ შევქმნათ, მაგალითისთვის იქნება SMS-ის სპამის კლასიფიკაცია. ანუ როგორ ვთქვათ, მესიჯი ეკუთვნის სპამს თუ არა. Scikit-learns აქვს ასეთი საკმაოდ დამხმარე feature extraction მეთოდი. Feature extraction ამ შემთხვევაში გულისხმობს თვისებების ექსტრაქცია, ანუ ამოღება. როგორ შევძლოთ და მონაცემებიდან ამოვიღოთ ჩვენთვის სასურველი რიცხობრივი მაჩვენებლები. თავისუფლად შეგიძლიათ შემდეგ გაიცნოთ Scikit-learns რა feature extraction მეთოდები გაქვს. ერთ-ერთი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ეკუთვნის ტექსტის ჯგუფს, ქვია count vectorizer. რაც სიტყვიდანვე გამომდინარე არის ანუ count თვლა და vectorizer გადამვექტორებელი. ანუ საშუალება იმისა, რომ ტექსტი წარმოვაჩინოთ ვექტორის სახით. ისევე როგორც აქამდე განხილულ მანქანური სწავლების მოდელებს, მათ აქვს fit მეთოდი. განვიხილავთ ეს fit კერძოდ ოპერაციას აკეთებს, მაგრამ როგორც მოდელის შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს, რომ fit ანუ მორგება აკეთებდა შემდეგ რამეს. იღებდა მონაცემებს, რომლებსაც ჩავაწვდიდით, აანალიზებდა მას და ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა მისი აპროქსიმატორი ფუნქციის შექმნას. აქაც fit განიხილება როგორც მორგება, ანუ count vectorizer-ის შეგვიძლია ჩავაწოდოთ ჩვენი ტექსტის მასივი და ის ეცდება მის ვექტორად გარდაქმნას. და ახლა ეს რას გულისხმობს? რამდენიმე პარამეტრს განვიხილავთ, რომელიც აქ გვაქვს. მსვლელობასთან ერთად ნელ-ნელა დავინახავთ თითოეული რასაკეთებს. მაგალითად, გვაქვს როგორც ხედავთ ზოგი პარამეტრი lowercase, strip accents, decode error, encoding, token pattern, n-gram range და ასე შემდეგ. კერძოდ ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, ჩვენ რა პარამეტრების vectorizer შევქმნით.
default-ად, ანუ თუ არაფერ არ დავაკონკრეტებთ, ჩვენი vectorizer-ი იცდება შემდეგს. დაყოფს ტექსტს სიტყვებად, ამისთვის იყენებს regex ფუნქციას, I am token patterns. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენიც ჩავაწოდოთ, თუმცა default-ად ისეცდება, რომ სიტყვებად დაყოს ჩვენი ტექსტი. ყველაფერი გადაიყვანოს default-ად ეს იქნება lowercase-ზე. ამოიღოს ნებისმიერი გრამატიკული მაჩვენებლები, ან ყოველი ის სიტყვა, რომელიც მნიშვნელობას არ უცვლის ჩვენ ტექსტს. ინგლისურის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს a თავსართი, სამწერტილი, ძახილის ნიშანი. ანუ ყოველ შემთხვევაში აკეთებს ტექსტის, ასე ვთქვათ, გამარტივებას და დაყოფას. default-ად ის დაყოფს თითო სიტყვად. და ამას ვიხილავთ როგორ სახეთ წარმოაჩენს. თუ რაიმე შეცდომას წააწყდა ან ისეთ ენკოდირებას, რომელსაც მაგალითად default UTF-8 ვერ ერევა, ჩვენ შეგვიძლია მივხვდით შეცდომა ამოგვიგდოს თუ უგუნებელყოს ასეთი სიმბოლოები. ჯობია რა თქმა უნდა, რომ არ უგუნებელყოთ და ხშირად ვიცოდეთ ზუსტად რა edge case-ებთან, ანუ მოულოდნელ შემთხვევებთან ან სიმბოლოებთან გვაქვს საქმე. ასევე ვხედავთ, რომ გადაიყვანს lowercase true, ანუ ყველაფერს ასე ვთქვათ გაამარტივებს და დაყოფს ყველაფერს token-ებად. token-ი ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც სიტყვითი ერთეული. ანუ გამარტივებული, ანუ ფუძემდე დაყვანილი სიტყვა. token-ი ხშირად შეგვხვდებათ ასევე როგორც enovry მოდელებთან ურთიერთობაში. რამდენ tokens ვაგზავნით მოდელთან, რამდენ tokens ვიღებთ უკან. ეს შეგვიძლია შევხედოთ როგორც მნიშვნელობის მქონე სიტყვის ფუძე. ანუ ის ერთეულები, რაზეც შეგვიძლია ჩვენი ტექსტი დავშალოთ. და ამის მაგალითს ვიხილავთ. და ეს ტერმინი ხშირად შეგვხვდება ტექსტთან მუშაობაში. და მაგალითად, როდესაც fit ფუნქციას გამოვიძახებთ, ის რას შვება? ის შვება იმას, რომ ჩვენ მონაცემების ასე ვთქვათ корпуს, ამ შემთხვევაში ეს ნებისმიერი ტექსტური დოკუმენტების ერთობლიობას, როგორც წესი ეძახიან корпуს, მისგან ამოიღებს უნიკალურ token-ებს. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიძახოთ get feature names out, იმისთვის რომ ვიხილოთ რა ესეთი ფუძე სიტყვები ამოიღო ჩვენი მონაცემებიდან. როგორც ხედავთ, გვაქვს cap, call me please tonight you. ერთი რაც შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ ყველაფერი დაყვანილი არის lowercase-ზე, ანუ პატარა ასოებზე. დაკარგული გვაქვს რიგითობა, ხედავთ, რომ ის default-ად ანბანის ალფაბეტურ თანმიმდევრობას იყენებს. არ გვაქვს ესეთი დამაკავშირებელი სიტყვები, როგორიც არის a, ან სამწერტილი, ან ყოველ შემთხვევაში ამოგვიღო ის ფუძე სიტყვები, რომელიც იპოვა ჩვენ მონაცემებში. თეორიულად ჩვენ შეგვიძლია custom tokenizer-იც ჩავაწოდოთ scikit-learn-ს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვითონ განსაზღვროთ რა არის ეს token ერთეული, რომელიც გვინდა რომ განვარტოთ. რა ლოგიკით დაყოს ის და ხანდახან რა ენა გამოიყენოს. default-ად რა თქმა უნდა იცის ინგლისურ ენასთან ურთიერთობა. თვითონ scikit-learn-ს აქვს რამდენიმე ენის მხარდაჭერა. ქართული შემთხვევაში ასეთი ტრანსფორმერები არსებობს კიდეც, რომელიც შეგიძლიათ უკვე მზა გადმოწეროთ. GitHub-ზე შეგიძლიათ ნახოთ, Hugging Face-ზე შეგიძლიათ ნახოთ. დღეს დრო თუ დაგვრჩება ამ რესურსებსაც შევხედავთ. მაგრამ თვითონ წესი და თეორია რჩება იგივე. ანუ ჩვენი ფუნქცია, ჩვენი vectorizer-ი ცდილობს ამოიღოს აი ეს სიტყვების ნაკრები, ანუ სიმრავლე, რომელიც ახასიათებს ჩვენ корпуს, ანუ დოკუმენტთა ერთობლიობას. შემდეგ ვიძახებთ transform.
ანუ აქამდე თუ ჩვენ სტანდარტულ მოდელზე გვქონდა მეთოდები fit და predict, ამ შემთხვევაში გვაქვს fit და transform. ეს ძირითადი აზრობრივი სხვაობა რაც არის, რომ ჩვენ არაფრის პროგნოზირებას არ ვცდილობთ, ჩვენ ვაკეთებთ ტრანსფორმაციას. მონაცემების ერთი სახიდან მეორეში. ამ კერძო შემთხვევაში ჩვენ fit-მა ამოგვიღო ის token ერთეულები, რომელიც ჩვენ ტექსტში მდებარეობდა და transform-ი ასე ვთქვათ, გადაიყვანს ტექსტურ მონაცემს ერთი სახიდან მეორეში. შეგვიძლია ვიხილოთ რა სახის მონაცემებს ვიღებთ. ვხედავთ, რომ ვიღებთ compressed sparse sparse matrix of D-type int 64 with 9 stored elements and shape 3/6. ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ჩვენ მივიღეთ გამოსავალზე მატრიცა, ოღონდ არა ჩვეულებრივი მატრიცა, არამედ sparse. ქართულად ამას ხალვათი მატრიცით ვიცნობთ. ეს არის ისეთი მატრიცა, სადაც უმეტესი მნიშვნელობები არის 0. ამიტომ მისი წარმოჩენა როგორც ხალვათი მატრიცის უფრო მომგებიანია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი რომ არ გვიწევს ტყუილად შევინახოთ უამრავი 0 მატრიციდან. შეგვიძლია მხოლოდ შევინახოთ მნიშვნელობების x და y, ანუ რა კოორდინატებზე მდებარეობს და თვითონ მნიშვნელობა. ანუ შეგვიძლია MEN-ზე მონაცემები ტყუილად არ გავფლანგოთ, რაც რა თქმა უნდა ჩვენ სასაცილო მცირე სამტექსტიან მასივში ეს არაფერს არ წარმოადგენს, თუმცა ხო ხვდებით, რომ პრაქტიკაში სიტყვათა ან token-ების ვარიაციები მხოლოდ ინგლისურში შეიძლება იყოს ათასობით. ანუ ინგლისურ ლექსიკონში რა სიტყვაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული, შეიძლება გახდეს ჩვენი მატრიცის სვეტი. შესაბამისად შეიძლება მატრიცა გაგვიხდეს ათასობით სვეტიანი და ამ შემთხვევაში ჩვენ მას წარმოვაჩენთ sparsely, ანუ ხალვათად თუ densely, ანუ ყურივად. უკვე საკმაოდ დიდ გავლენას იქონიებს თვითონ მეხსიერებაზე, თითოეულ მათემატიკურ ოპერაციაზე. ანუ თეორიულად საქმე შეიძლება გქონდეთ საკმაოდ დიდ მატრიცებთან. თუ რამდენიმე n-ის ან სპეციალური სიმბოლოს მხარდაჭერაც გვინდა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვიზრდის სვეტების რაოდენობას. ზუსტად ამიტომ დეფოლტად ეს ვექტორ ტრანსფორმერი იყენებს ხალვათი მატრიცით მონაცემთა წარმოდგენას და კერძოდ ამ შემთხვევაში შეგვიქმნა ხალვათი მატრიცა 3/6. ჩვენ რა თქმა უნდა ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ მკვრივი სახით. ამ შემთხვევაში ის ყველა ნოლებიც რომ დავინახოთ და უფრო თვალსაჩინო იყოს. შეგვიძლია ვიხილოთ, რომ გვაქვს ესეთი მატრიცა 3/6-ზე, რომელიც შედგება ამ შემთხვევაში ნოლებისგან, ერთებისგან და ორებისგან. რო გავიგოთ ზუსტად რას წარმოადგენს ეს მატრიცა, შეგვიძლია ის თვალსაჩინოებისთვის გადავიყვანოთ pandas data frame-ში. ჩავაწოდოთ ეს ჩვენი მკვრივი მატრიცა და სვეტებად გამოვიყენოთ ზუსტად ის token-ები, რაც ჩვენმა vector tokenizer-მა იპოვა. და დავინახოთ შემდეგ სურათს. გვაქვს 3 მწკრივი, შესაბამისად 3 დოკუმენტი, ანუ 3 ტექსტი. სვეტებად გვაქვს თითოეული token-ი და მნიშვნელობები გვაქვს თვლა, თუ რამდენჯერ შეგვხვდა ესა თუ ის token-ი ამ დოკუმენტში. ჩვენ სათამაშო მაგალითში რა თქმა უნდა საკმაოდ მცირე მატრიცასთან გვაქვს საქმე დაბალ ციფრებთან. მაგალითად შეგვიძლია პირველი ტექსტი თუ გქონდა call you tonight, როგორც ხედავთ, 3 სიტყვას ვიყენებთ, რაც არის call tonight you. ანუ ხედავთ, რომ ჩვენ კი რიგითობა დავკარგეთ, მაგრამ სამაგიეროდ ვიცით, რომელ token-ებს ვიყენებთ და რა სიხშირით. ეს რომ წარმოვაჩინოთ ხალვათი სახით, მაშინ ეს
თითოეული დადებითი ელემენტი იქნება წარმოდგენილი მასივის სახით, ამას ვნახავთ, სადაც გვაქვს მისი წკრივი, სვეტი და მნიშვნელობა. ანუ ამ შემთხვევაში ის იქნება 0, call 1, 0 tonight 1 და ასე შემდეგ. ანუ მისი ხალვათი წარმოდგენა. ეს გვეხმარება იმაში, რომ როდესაც დიტექტებზე გადავდივართ, ჩვენი მეხსიერებაზე მოთხოვნა კლებულობს, ტყუილა არ გვიწევს ნოლიანების შენახვა MEN მასივში, მატრიცაში. და ყველა ის მათემატიკური ოპერაცია, რომელიც მატრიცაზე შეგვიძლია ჩავატაროთ, შეგვიძლია ასევე ჩავატაროთ ის ხალვად მატრიცაზეც. Scikit-learn-დან დოკუმენტაციის რაღაც ციტატების ჩავაგდე, რომელიც ზუსტად იგივეს გვიხსნის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ თითოეული თოკენი დეფოლტად წარმოაჩენს ერთ სიტყვას. ჩვენ არ ვართ ამაზე ლიმიტირებული, ჩვენ შეგვიძლია დავაჯგუფოთ სიტყვები წყვილებად. მაგალითად, აქამდე call და me თუ ეს არის ორი დამოუკიდებელი თოკენი, ასევე შეგვიძლია შევქმნათ დაჯგუფება call me, რაც იქნება ცალკე სვეტი ჩვენ მატრიცაში. ეს იქნება უკვე ორი სიტყვისგან შემდგარი თოკენი. ანუ 2 გრამს ეძახიან და n gram იქნება ნებისმიერი ესეთი თოკენების ერთობლიობა, რომელიც შეგვიძლია ჩავამატოთ ჩვენ ვექტორულ წარმოდგენაში. ამგვარად მატრიცის წარმოდგენა გვაძლევს შემდეგ საშუალებებს. ანუ თითოეული თოკენის სიხშირე უკვე შეგვიძლია წარმოვაჩინოთ როგორც ფიჩერი. ანუ როგორც აქამდე ჩვენ მატრიცას გადავცემდით რიცხობრივი მნიშვნელობებით მანქანური სწავლების მოდელს, ახლა გვაქვს აი ესეთ სახით წარმოდგენილ მატრიცასთან საქმე. და ფაქტურად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ თითოეული სვეტი არის ჩვენი ტექსტის ფიჩერი. ეს ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ ადვილად გავდივართ მაღალ გაზომილებიან სიმრავლეში. ჩვენ რამდენიმე სიტყვიან მაგალითშიც უკვე 6 თოკენი გვაქვს, მაგრამ ამ თოკენების რაოდენობა შეიძლება იყოს ათასობით, ან მილიონობით, შეიძლება მილიონებსაც ვწვდებოდეს. Corpus of documents, როგორც ვახსენე, უბრალოდ წარმოაჩენს აი ამ ჩვენ დოკუმენტების ერთობლიობას. ამ შემთხვევაში გვაქვს 3 დოკუმენტი და მათი ერთობლიობა ერთად გვაძლევს corpus და თითო სვეტი გვაქვს თითოეული თოკენისთვის. ვექტორიზაცია კი ამ შემთხვევაში განიხილავს, რომ ტექსტის გადაყვანა ერთი სახით წარმოდგენიდან მეორე სახით წარმოდგენაში. ეს არ არის ერთადერთი ვექტორიზაციის საშუალება. ვექტორიზაციის მეთოდები არსებობს უამრავი. უფრო მაღალგანზომილებიანიც, უფრო დავალგანზომილებიანიც, უფრო ხალვათი და უფრო მკვრივებიც. მე ასევე დამატებით მასალაში Word2Vec ბიბლიოთეკაზე რესურსებსაც მოგაწვდით, რომელიც შეგიძლიათ თავისუფალ დროს გაეცნოთ. ეს ამოცანა ძალიან აქტუალურია, ანუ ახალ სხვადასხვა ამოხსნით მეთოდები არსებობს, როგორ წარმოვაჩინოთ ესა თუ ის ტექსტი ვექტორის სახით. მაგრამ ესეთი მიდგომა, ამას ქვია bag of words, ანუ სიტყვების თომარა, ასე ვთქვათ. ანუ იდეაში რიცხობრივი წარმოჩენა თუ რომელი სიტყვა რა სახშირით ხდება თითოეულ დოკუმენტში. და შეგვიძლია ჩვენი ხალვათი მატრიცა პირდაპირ დავბეჭდოთ კიდეც ნულიანების გარეშე. აქ ხედავთ მის წკრივ და სვეტ ინდექს და მნიშვნელობას, რაც ჩვენ შემთხვევაში ერთებია და ორები და თითოეული ელემენტის წარმოჩენა. ეს არის მისი ხალვათი წარმოჩენა, ეს ზუსტად იგივე მონაცემების კრივი წარმოჩენა. თავისუფლად შეგვიძლია ვიზუალიზაციისთვის ერთიდან მეორეში გადავიდეთ, თუმცა დეფოლტად ხალვათი წარმოჩენა გამოიყენება და
ყველა მათემატიკური მატრიცული ოპერაციაც ხალხად მატრიცებზე უფრო ოპტიმიზირებული არის ასეთ მონაცემებთან სამუშაოდ. ხო, როგორც ახსენე, ეს ხალხი წარმოჩენა ძირითადად იმიტომ გამოიყენება, რომ დიდ ტექსტებზე ჩვენ გვექნება უზარმაზარი მატრიცები, სადაც ელემენტების უმეტესობა უბრალოდ ნოლს უდრის. და ამით ჩვენ უბრალოდ ვახერხებთ, რომ ჩვენ მეხსიერებაზე მოთხოვნა კლებულობს. და შეგვიძლია შევქმნათ, კერძ განვიხილოთ ასეთი ტესტი. ჩვენ შევქმნით ვექტორაიზერი სამი ფრაზიდან, რომელიც ასეთ მაგალითისთვის განვიხილეთ. და დაუშვათ შემოგვდის ახალი ფრაზა. Please don't call me. ახლა შეიძლება და გვაქვს ამოცანა შემდეგნაირი, რომ წარმოვაჩინოთ ეს ფრაზა ვექტორად, ჩავაწოდოთ ესეც ჩვენ მოდელს და ვეცადოთ მის კლასიფიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი ჩვენ აქამდე არ გვინახავს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ეს ახალი აქამდე არ ნახული ტექსტი გადავცეთ vector transform მეთოდს და ის მართლაც უპრობლემოდ დაგვითვლის მის ვექტორულ წარმოჩენას. თუმცა რო შევხედოთ ამ წარმოჩენას, ვხედავთ რომ call me please მართლაც სწორად არის იდენტიფიცირებული, მაგრამ არსად არ გვაქვს სიტყვა don't. ანუ ახალი შემოსული სიტყვა, რომელიც აქამდე ჩვენ fit ფუნქციაში არ გვინახავს, როგორც ხედავთ, არის იგნორირებული და არ მონაწილეობს ჩვენ მატრიცაში. რატო ხდება ეს და რატო არის ასე ვთქვათ კარგი? კარგი რა, ეს არის უფრო დაცვის საშუალება. ჩვენ როდესაც შევქმნით ჩვენი პირვანდელი კორპუსის მატრიცული წარმოდგენა, ჩვენ ის უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ მოდელის გასაცვლელად. რაც ნიშნავს რას, რომ მოდელს უკვე ექნება შექმნილი წარმოდგენა, რომელიც სიტყვა არის მჭიდრო კორელაციაში ჩვენ მიზნობრივ ფუნქციასთან. მაგალითად ჩვენ თუ გვინდა თითოეულ ტექსტს კლასიფიკაცია გავუკეთოთ, არის ეს ტექსტი დადებითი თუ უარყოფითი. მოდელი ამ მატრიცაზე დაყრდნობით შექმნის ფუნქციას. ამ ფუნქციის შედეგად ჩვენ გვეცოდინება დამოკიდებულება თითოეული სვეტის და გამომავალ მნიშვნელობას შორის. მაგრამ თუ შეგვხვდება ახალი სიტყვა, მოდელმა ელემენტარულად არ იცის ამ სიტყვის შესახებ არაფერი. არ იცის რამდენად არის ის დამოკიდებული მიზნობრივ ფუნქციასთან, ან როგორ უნდა მოექცეს მას. და როგორც ვიხილეთ, აი თუნდაც ნეირონული ქსელების მაგალითში, იქაც ჩვენ ქონდა ფიქსირებული ზომის შემომავალი შრე. ჩვენ წინასწარ განსაზღვრეთ, რომ ფოტოები უნდა იყოს იმ შემთხვევაში ის იყოს 28 პიქსელზე თუ სწორად მახსოვს, რაც 768 პიქსელს გვაძლევს და მაგდენივე ნეირონი ქონდა წინასწარ განსაზღვრული. ანუ ეს ნიშნავს რას, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვექცეთ აქამდე არ ნახულ მონაცემს. როგორ წარმოვაჩენთ მას, როგორ დავიყვანთ მას ჩვენი მოდელისთვის მოსარგებ მონაცემად და რიგ შემთხვევებშიც სხვა არაფერი გვაქვს დარჩენილი, გარდა იმის, რომ დავაიგნოროთ ის აქამდე არ ნახული თოქენები, რაც არ გვინახავს მოდელის გაწვრთნისას. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმაზე, რომ მოდელი თავისუფლად მოდელმა შეიძლება დაკარგოს რელევანტურობა, შეიძლება მისი წარმადობა ან სიზუსტე დროთა განმავლობაში დაიკლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი ტიპის მონაცემები გამოჩნდა მიმოსვლაში. ამას ქვია model shift ან data shift. წანაცვლება რეალობაში, ანუ ყოველ შემთხვევაში ჩნდება ახალი ტერმინები, ჩნდება ახალი სიტყვები, ჩნდება ახალი მონაცემები. ისეთი მონაცემი, რომელიც აქამდე არც კი გვინახავს, ან არ მონაწილეობდა ჩვენ training set-ში, ანუ საწვრთნელ მონაცემებში. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის მნიშვნელობაზე, რომ ჩვენი მოდელი ყოველთვის არის იტერაციულ პროცესში რომ გაუმჯობესდეს. ეს უკვე არის ჩვენი ან როგორც ინჟინრების ამოცანა, რომ მოდელის რელევანტურობა შევინარჩუნოთ დროის ცვლილობასთან ერთად. ყველა ის მეტრიკა, რაც ვიხილეთ, იქნება ეს სიზუსტე, იქნება ეს F1 score,
იქნება ეს receiver characteristic area under the curve. Ყველა ეს საზომი საშუალება კი კარგი არის როგორც ერთჯერადად, რომ შევაფასოთ მოდელი რამდენად სანდოა, მაგრამ თუმცა უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს მოდელის წარმადობა ან სიზუსტე უნდა განვიხილოთ დროში. დროის ცვლილობასთან ერთად თითოეული მეტრიკა შეიძლება შეიცვალოს, გაიზარდოს, შემცირდეს ძირითადად სამწუხაროდ ყოველთვის შემცირებასთან გვაქვს საქმე. რაც ხშირად ნიშნავს, რომ ჩვენ მოდელებს ყოველთვის უნდა ვამონიტორებდეთ. ვაკვირდებოდეთ მათ სიზუსტეს, თუ აქვთ დაბალი სიზუსტე რაღაც კონკრეტული სახის მონაცემებზე, მაგ მონაცემების პარალელურად ანალიზი რომ ხდებოდეს, მოდელის გაწვრთნა რომ ხდებოდეს. ამ ყველაფერზე ჩვენ უფრო დეტალურად მომავალ ლექციებში ვილაპარაკებთ, როგორ უნდა ქნა ეს retraining pipeline ქვია ამას. ანუ ჩვენ ვინარჩუნებთ მოდელების რელევანტურობას. ეს რატომაც გადავხვი არის ის, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ჩავაწოდოთ მოდელს მონაცემი. ჩვენმა ვექტორაიზერმა როგორც შექმნა თავიდანვე 6 სტრიქონიანი მატრიცა, ამ მატრიცას მიყვება ყველა მომავალ ტრანსფორმაციებზეც. ეს ხდება იმიტომ, რომ ისევ და ისევ დავიყვანოთ იმ სახის მატრიცაზე, რაც ჩვენი მოდელისთვის არის გასაგები და იმაზე რომ მივიღოთ შედეგი. ჩვენ არ შეგვიძლია უკვე გაწვრთნილ მოდელზე არსაიდან ახალი ფიჩერის დამატება. არის მეთოდები, მაგრამ ეს ისევ უფრო წვრთნის პროცესში გადის. შეგვიძლია ავიღოთ არსებული მოდელი, ჩავამატოთ ახალი გაზომილება, თუმცა მას ისევ ჭირდება წვრთნა. ანუ წვრთნის რაღაც პროცესი უნდა გავიაროთ ყველა ვარიანტში. ახალ მონაცემს თუ ვაწვდით, ასევე უნდა ჩავაწოდოთ ამ მონაცემის მაგალითებიც. რომაც შეძლოს უკვე ახალ სიმრავლეზე გადასვლა. მაგალითად თუ 6 სტრიქონიან მატრიცაზე გავწვდენთ მოდელი და გვინდა გადავიდეთ 7-ზე, 8-ზე, 9-ზე, ასე შემდეგ. ამ მიდგომას ქვია transfer learning, როდესაც უკვე გაწვრთნილ მოდელს ვიღებთ და ვცდილობთ მის გაუმჯობესებას. და fine tuning-ი ქვია პროცედურას, როდესაც მოდელს ნაბიჯ-ნაბიჯ ვაუმჯობესებთ ან ვარგებთ ახალ მონაცემებს. ისევ და ისევ ეს იქნება უფრო დეტალური განხილვის თემა ჩვენი მომავალი ლექციებისთვის. ანუ როგორც ვიხილეთ, სამი ძირითადი ოპერაცია გვაქვს ვექტორაიზერთან. ეს არის fit ფუნქცია train მონაცემებზე, transform ფუნქცია ისევ train მონაცემებზე და transform ფუნქცია სატესტო მონაცემებზე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საწვრთნელ მონაცემებზე შევქმენით ტოკენების სიმრავლე, მათი თაიმდერობა, მათი დაყოფა, ამ სიმრავლის ახასიათებს თავის ზომაც და ასე შემდეგ. შემდეგ ეს fit, ანუ უკვე მორგებული ვექტორაიზერი შეგვიძლია გამოვიყენოთ საწვრთნელ და სატესტო მონაცემებზე. რომელიც პირველ შემთხვევაში დაუკარგავად გვიწარმოებს ამ ვექტორულ წარმოდგენას და ტესტის შემთხვევაში შეიძლება იყოს შემთხვევები, რომ მოუწიოს რაღაც ტოკენის დაიგნორება. იმის გამო, რომ fit-ში ასეთი ტოკენი არც მონაწილეობდა. ეს შეიძლება იყოს ასევე მაჩვენებელი, რომ როდესაც მოდელი გვაქვს გაშვებული production-ში, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მეტრიკა. რამდენად ხშირად გვხდება ისეთი ტოკენები, რომელიც ჩვენ ვექტორაიზერს ეუწყობება. და თუ ასეთი შემთხვევების რაოდენობა მატულობს, როგორც წესი ნიშანია, რომ ამ მოდელს ჭირდება გადახედვა, რადგან არის მონაცემების ასეთი დაკარგვის საშიშროება. სხვა მეტრიკებთან ერთად, რომელიც შეგვიძლია ვამონიტოროთ, ერთ-ერთი შეგვიძლია ვამონიტოროთ ესეც, რომ რამდენი დაიგნორირებული ტოკენი გვაქვს ჩვენ მიმოსვლაში. კარგით, ახლა გადავიდეთ ცოტა უფრო დიდ მონაცემებზე. აქამდე თუ რაღაც სათამაშო სამ ტექსტიან მაგალითს განვიხილავდით. თვითონ პროექტს მოყვება ფოლდერი data, სადაც არის sms.tsv, ანუ tab separated values.
ეს არის ჩვეულებრივი ტაბულარული მონაცემები სხვადასხვა SMS-ებით. შეგვიძლია ის ჩავტვირთოთ მეხსიერებაში, ნახოთ როგორი სახით არიან ისინი წარმოდგენილი და ვცადოთ მათი კლასიფიკაცია. ეს ყველაფერი შეგვიძლია ვქნათ Pandas-ით, read table მეთოდით. ერთი რაც აქვს Pandas ძალიან მოსახერხებელი, რომ არ არის აუცილებელი ეს იყოს ფაილი ჩვენ ფაილურ სისტემაში, ეს შეიძლება იყოს თავისუფლად ლინკი პირდაპირ მონაცემებზე. და Pandas შეუძლია როგორც საიტიდან მონაცემების წარმოება, მას SQL ბაზასთანაც შეუძლია ურთიერთობა. ანუ ასე ვთქვათ, საექსპერიმენტო გარემოსთვის საკმაოდ ბევრი მონაცემების წაკითხვა შეუძლია. ამ შემთხვევაში ჩვენ ფაილიდან წავიკითხავთ, თუმცა რომ ვცოდეთ URL-დან, ანუ online link-დანაც შეგვიძლია მონაცემების წაკითხვა. რა თქმა უნდა, ინტერნეტიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ შემთხვევაში მანქანაზე, რომ გადმოწერა შეძლოს. შეგვიძლია ეს მონაცემები ჩავტვირთოთ და შევხედოთ რა სახის მონაცემებთან გვაქვს საქმე. გვაქვს მატრიცა 5572-2-ზე. და შეგვიძლია ვიხილოთ რა გვაქვს მასში. head 10 პუნქტზე გამოვიძახოთ, ანუ პირველი 10 მონაცემი ჩავიხედოთ როგორი სახის არის. გვაქვს სვეტები label the message. label ამ შემთხვევაში ორ ნიშნულობას ორიდან ერთ-ერთი ნიშნულობის არის ან ham ან spam. რაც გულისხმობს იქნება ეს თითოეული მესიჯი spam-ი თუ არა. ის ტერმინოლოგიაც spam-ი მთლიანად Monty Python-დან მოდის, როგორც Python-ის, როგორც პროგრამირების ენის სახელით აქედან მოდის. თუ გაინტერესებთ, ესეთი საინტერესო წასაკითხია. მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში გვაქვს თვითონ label-ი და message. ამ შემთხვევაში ინგლისურ ენაზე ვხედავთ, რომ ეს შეიძლება იყოს დიდი ტექსტები, რაღაც keyword-ები და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი რამ sms.label.valueCount. ეს გააკეთებს შემდეგს, რომ სვეტს სახელად label დათვალოს თითოეული მნიშვნელობის სიხშირე. რო შევხედოთ ჩვენი მონაცემების მნიშვნელობების სიხშირეს, ნახავთ, რომ გვაქვს 4825 ham-ის მაგალითი, 747 spam-ის მაგალითი. spam-ის ამოცანებთან ეს საკმაოდ აქტუალური სირთულე არის, რომ ყოველთვის მონაცემები არ გვაქვს დაბალანსებული. კლასებს შორის წარმოდგენა და მათი ზომები ხშირად განსხვავდება. ეს ელემენტარულად იმით არის შეიძლება აიხსნას, რომ spam-ი ასე თუ ისე იშვიათი მოვლენა არის. ეს მიგვანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ფრთხილად უნდა შევარჩიოთ რა მეტრიკებს დავაკვირდებით მოდელის სიზუსტის გაზომვისას. და ფრთხილად უნდა ვიყოთ მონაცემების დაყოფისას. რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს წარმოჩენის გადანაწილება არ გვეკარგება. მაგალითად არ მოხდეს ისე, რომ მხოლოდ ერთი კლასის მონაცემები ჩავაწოდოთ ჩვენ დასწავლის მოდელს, რომ ორივე კლასი ვეცადოთ და წარმოვაჩინოთ ამა თუ იმ დაყოფაში. ჩვენ შეგვიძლია შემდეგნაირად მოვიქცეთ, დავამატოთ ახალი სვეტი ჩვენ მატრიცაში, label num და გამოვიძახოთ map ფუნქცია. map ფუნქცია უბრალოდ Pandas ეუბნება, რომელი მონაცემი გადათარგმნოს რომელ მნიშვნელობაში. შეგვიძლია ham-ი წარმოადგინოთ როგორც 0, spam-ი როგორც 1. ანუ როგორც ხედავთ, უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ მონაცემების რიცხობრივი წარმოდგენა. კლასების შემთხვევაში საკმაოდ მარტივია, მხოლოდ ორი კლასი გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია უბრალოდ 0 და 1-ით წარმოვაჩინოთ. ტექსტზე როგორც ვიხილავთ, მოგვიწევს უფრო ვექტორაიზერის გამოყენება. შეგვიძლია ჩვენი ახალი სვეტი ჩავამატოთ 0-ით და 1-ით, ham-ის და spam-ის შემთხვევაში. აქ თავისუფლად შეიძლება იყოს არა ორი კლასი, არამედ მეტიც, მაგ შემთხვევაში label-ები შესაბამისად შეიცვლება.
ასევე შეგვიძლია label encoder გამოვიყენოთ scikit-learn-ის ერთ-ერთი მეთოდი არის, შედეგს ვიღებთ ზუსტად იგივეს. ასე რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. და მონაცემებს შეგვიძლია გავამზადოთ უკვე გასაწყვეტნელად. ანუ აქამდე ჩვენ თუ აი მაგალითად ყვავილის მაგალითზე თუ გქონდა 150-4-ზე მატრიცა და 150 მიზნობრივი მნიშვნელობები, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თვითონ SMS მესიჯი, რომელიც არის მესიჯი მართალია გვაქვს 5572, მაგრამ ხო ხვდებით ეს შეგინით თითოეული ეს მესიჯი შეიცავს ბევრ სიმბოლოს, ბევრ სიტყვას, რომელიც კიდევ უნდა დავშალოთ და თითოეულისთვის შესაბამისი მიზნობრივი კლასი. შეგვიძლია ჩვენთვის კარგად ნაცნობი train test split გამოვიძახოთ. ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ესეთ შემთხვევითი დაყოფა. თუმცა როგორც აღვნიშნე production-ში ან ისეთ სისტემებში, სადაც ასეთი ასე ვთქვათ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ჩვენ თითოეულ ნაბიჯს. უმჯობესია, როდესაც ასეთ დაუბალანსებელ კლასიფიკაციასთან გვაქვს საქმე, stratified sampling-ი გამოვიყენოთ. ანუ stratify, ეს ჩვენ წინა ლექციებშიც განვიხილეთ. ეს გვეხმარება იმაში, რომ აი ეს პროპორცია კლასებს შორის შევინარჩუნოთ დაყოფის შემდეგაც. Default-ად train test split-ი 75-25-ზე დაგვიყოფს მონაცემებს, რაც ნიშნავს, რომ საწვრთნელ სიმრავლეში გვექნება 4179 SMS-ი და სატესტო სიმრავლეში გვექნება 1393 და დავყავით ორივე, X-იც და Y-იც. ანუ შესაბამისად 4-ად დაჭრილი მონაცემთა ერთეულები გვაქვს. შევქმნათ count vectorizer-ი. შეგვიძლია გამოვიძახოთ fit ფუნქცია ჩვენ დასატრეინინგებელ მონაცემებზე და გამოვიძახოთ ტრანსფორმით. იმის და გამო რომ ეს ფუნქციები ხშირად ერთად გამოიყენება, არსებობს ამ ფუნქციების კომბინაციაც, რაც არის უბრალოდ fit_transform. ზუსტად ეკვივალენტია ეს ორი კოდი ერთმანეთის. ანუ აკეთებს ჯერ vectorizer-ის მორგებას, შესაბამისად პოლობს token-ებს ჩვენ ყველა ტექსტში. აკეთებს მათ გაწმენდას, დედუპლიკაციას, დალაგებას სვეტების მიხედვით და ტრანსფორმი უკვე ჩვენ აქამდე ტექსტების მასივს გარდაქმნის ხალვად მატრიცად. და შეგვიძლია მართლაც ვიხილოთ compressed sparse matrix ზომები 4179, 7456-ზე. 4179 კარგი, გასაგებია, ეს არის ჩვენი training გასაწვრთნელი მონაცემების ზომა. მაგრამ ახალი რიცხვი შემოგვივიდა 7456. ანუ ეს ნიშნავს, რომ 7456 უნიკალური token-ი ამოიღო ჩვენმა vectorizer-მა ამ ჩვენი მონაცემებიდან. ეს ხო გვესმის, რომ ეს არის მხოლოდ დაყრდნობით ამ მონაცემებზე. ეს რა თქმა უნდა არ მოიცავს ყველა ინგლისურ ენას, არ მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევას ან tokens. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჯერ გაყოფას ვაკეთებთ და შემდეგ ვექტორიზაციას. ჩვენ რომ გვეცადა და ჯერ ვექტორიზაცია გავიკეთებინა და შემდეგ train test split, მივიღებდით რას, რომ ჩვენი token-ების სიმრავლე შეიძლება ყოფილიყო უფრო დიდი, მაგრამ ეს უფრო დაგვაშორებდა რეალურ სცენართან. რეალური სცენარი არის, რომ ჩვენ რაღაც token-ები გვაქვს წვრთნის დროს და შემდეგ production-ში ჩაშვების შემდეგ თავისუფლად შეიძლება აქამდე არნახული token-ი მოგვივიდეს. და ჩვენი იდეაში ეს გაყოფის მიზანიც არის ამ ყველაფრის სიმულაცია. ჩვენ ვცდილობთ ობიექტურად და ასე ვთქვათ, კაცრად შევაფასოთ ჩვენი მოდელის წარმატება მაშინ,
როდესაც მისთვის არნახულ თოუქენებთანაც აქვს საქმე. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჯერ გავაკეთოთ გაყოფა და ვექტორიზაცია მხოლოდ train მონაცემებზე იყოს მორგებული. შესაბამისად, ჩვენ უფრო რთულ და ობიექტურ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომ სატესტო გარემოში შეიძლება იყოს ისეთი თოუქენი, რომელიც ჩვენ აქამდე არ გვინახავს, ეს რეალობასთან უფრო დაახლოებული იქნება. და test performance, ანუ ის სიზუსტე, რომელსაც მივიღებთ სატესტო მონაცემებზე, უფრო ობიექტური და რეალობასთან დაახლოებული იქნება. იგივენაირი transform, მაგრამ ახლა უკვე fit-ის გარეშე, ანუ მორგების გარეშე შეგვიძლია გამოვიძახოთ სატესტო სიმრავლეზეც. აქ მივიღებთ 1393, 7456. 1393 ეს არის ჩვენი მონაცემების 25%, ხოლო 7456 არის ისევ და ისევ ზუსტად ის რიცხვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენ გასაწვრთნელი მონაცემების ვექტორიზაციის მორგების დროს. ჩვენ რომ გვექნა ჯერ ვექტორიზაცია და შემდეგ დაყოფა, ეს რიცხვი იქნებოდა უკვე განსხვავებული. ალბათ ჩვენი სიზუსტის მეტრიკები გაუმჯობესდებოდა. რახან ვექტორიზაციას და ტოკენიზაციას ვაკეთებთ უფრო დიდ სიმრავლეზე. თუმცა ეს ასე ვთქვათ რიცხვი იქნებოდა ასე თუ ისე მატყუარა. არის რისკი, რომ მოდელი ჩაუშვათ პროდაქშენში და მოლოდინი და რეალობა არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს. გვინდოდეს რომ ჩვენმა მოდელმა კარგად შეძლოს სპამის იდენტიფიკაცია და შეიძლება რეალობის შედეგი ცოტა სხვანაირი მივიღოთ. ეს ისევ და ისევ მხოლოდ კეთდება იმისთვის, რომ შევძლოთ და ობიექტური შეფასება მივიღოთ. კარგით, ჩვენი მონაცემები გავამზადეთ. გვაქვს ხალვათი მატრიცული წარმოდგენა თითოეული ჩვენი მონაცემის დანაყოფის. შეგვიძლია შევუდგეთ თვითონ მოდელის შექმნას. საბედნიეროდ მოდელის შექმნა არანაირად არ განსხვავდება ჩვენი წინა პროექტებისგან. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი scikit-learn-ის კლასიფიკაციის ამოცანა. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნეირონული ქსელები. იქნება ეს feed forward, იქნება ეს კონვოლუცია ნებისმიერი სახის. აქ ფანტაზია არის ჩვენი ერთადერთი ლიმიტი. აი ზუსტად ამისთვის ვცდილობთ, რომ აი ესეთ საერთო სახის ინტერფეისებზე დავიყვანოთ, რომ შევძლოთ ასე ვთქვათ, ჩავანაცვლოთ კომპონენტები, ვიპოვოთ ოპტიმალურ. გაცრუებთ, არის შემომდის და ჯერ ვერ ხდების სად. კარგით, მოდით ოდნავ შევისვენოთ, 5 წუთიანი შესვენება გავაკეთოთ. და თემასაც დაუბრუნდებით. მანამდე თუ რამე შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ან ჩატში იკითხოთ, ან პირდაპირ ზარის საშუალებით ვეცდები გიპასუხოთ. კარგით, შეგვიძლია გავაგრძელოთ. შეგვიძლია გამსაზღვროთ
მოდელი. ამ შემთხვევაში გამოიყენოთ მულტინომიალური ნაივური ბაიესის მოდელი. აქ არ არის გადამწყვეტი, ან ეს არ ნიშნავს, რომ ერთი მოდელი ჯობია მეორეს. ეს არის უბრალოდ ტესტი იმისა, თუ როგორ იმუშავებს ესა თუ ის მოდელი ჩვენ მონაცემებზე. აქ შეგვიძლია თავისუფლად გამოვიყენოთ სხვადასხვა მოდელი, როგორც აღნიშნე ნეირონული ქსელიც. თუმცა naive bias და ამას შეიძლება ლიტერატურაშიც ან სხვა წყაროებიდანაც გააცნოთ, საკმაოდ კარგი კლასიფიკატორი არის, როდესაც დისკრეტულ ფიჩერებთან გვაქვს აქ. ეს გულისხმობს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თოუქენების თვლა, ანუ სიხშირე, ანუ ასე ვთქვათ, დისკრეტული მონაცემები გვაქვს და მაღალგანზომილებიანი. ამ შემთხვევაში ეს არის ჩვენი სიხშირით წარმოდგენილი თოუქენები, თუმცა შეიძლება იყოს არა სიხშირე, არამედ ნებისმიერი სხვა მაჩვენებელი. ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ სხვა უბრალოდ არა თვლა თითოეული თოუქენის, არამედ პროცენტულად რა სიხშირით არიან წარმოდგენილები ამ დოკუმენტში, ან უნიკალური არის ამ დოკუმენტისთვის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ რა მეტრიკასაც არ გამოვიყენებთ თითოეული ფიჩერისთვის, ეს არის მაღალგანზომილებიანი დისკრეტული მატრიცა. ესეთ სიტუაციებისთვის naive bias ესეთ საკმაოდ მომგებიანი მიდგომა არის, იმიტომ რომ საკმაოდ შედარებით სწრაფად იწვრთნება მიუხედავად მაღალგანზომილებიანი მონაცემების, როგორც ვიხილეთ. 7456 სვეტი გვაქვს მატრიცაში, არც უნდა ვეცადოთ, რომ ეს დაობეჭდოთ. და აქ შეიძლება კლასიკური მიდგომები ისეთი ეფექტური არ იყოს. სხვათა შორის მაღალგანზომილებებთან ძალიან კარგად მუშაობს ნეირონული ქსელი. უბრალოდ ნეირონულ ქსელს ერთი მინუსი კიდე ის აქვს, რომ ასევე ბევრი მაგალითიც ხშირად გირდება. ანუ რაც უფრო დიდ განზომილებებზე გავდივართ სვეტებში, სასურველია, რომ ასევე ბევრი მწკრივიც გქონდეს ხელმისაწვდომი. თუმცა ეს ყველაფერი არის ესეთი შეფასებითი და პრაქტიკაში უნდა შევაფასოთ ორივე განვიხილოთ, სხვა ვარიანტი მოვცადოთ. და თვითონ მეტრიკები გვიპასუხებენ, რომელი ეს მიდგომა ჯობია თუ სხვა. დღეს განვიხილავთ ორ სამაგალითო მოდელს და მათ პერფორმანს, თუმცა კიდეც საშინაო დავალებათ ან თუ გინდათ თქვენ პროექტებზე, შეგიძლიათ მოცადოთ ეს და სხვა მოდელებიც და შეადაროთ ერთმანეთს. კლასიკურად შეგვიძლია უბრალოდ დავაიმპორტოთ კლასიფიკატორი, გამოვიძახოთ მისი fit ფუნქცია და როგორც ხედავთ, მას უკვე ვაწვდით არა ტექსტს, არამედ ჩვენ ხალოთად, ანუ sparse matrix მატრიცას, რომელიც X-train-ის შემთხვევაში არის 4179/7456-ზე და მას ვაწვდით Y-train. Y-train შეგახსენებთ, ეს არის ნოლების და ერთების ვექტორი. შესაბამისად 0 იმ შემთხვევაში თუ მესიჯი არ არის სპამი და 1 იმ შემთხვევაში თუ არის. აქ დავამატე უბრალოდ Jupyter Notebook-ის ესე magic function ქვია, სხვადასხვა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი არის %time, რომელიც უბრალოდ გვეტყვის რა დრო დაჭირდა ამ უჯრის გაშვებას, რომელიც უბრალოდ შეგვიძლია შევხედოთ ესა თუ ის მოდელი რა დროს ანდომებს, რომ იპოვოს მოარგოს ფუნქცია ჩვენ მონაცემებში. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ მილიწამებთან გვაქვს საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მატრიცის ზომა საკმაოდ დიდია, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჯერ ერთი ეს მატრიცა არის ხალვათი, ანუ ბევრი ნოლები გვაქვს მონაცემებში. და ასევე არის უბრალოდ ინტები, ანუ უბრალოდ თვლა. თითოეული ტოკენი რამდენჯერ გვხვდება თითოეულ მესიჯში. ანუ მონაცემები ასე თუ ისე მაინც არ არის დიდი. და ასევე naive bias-ის თვისება არის, რომ
არ არის როგორც წესი რთულად გაწვრთნადი მოდელი. ნაივ მის სახელში ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ის თავიდან ცდილობს შეაფასოს თითოეული token-ი, ან თითოეული feature-ი, რა სტატისტიკით მიეკუთვნება ამა თუ იმ კლასს. ანუ რომ განვთარგმნოთ უფრო ბუნებრივ ენაში, რა არის იმის ალბათობა თითოეული სიტყვა უფრო ხშირად spam message-ებში გვხვდება თუ კარგ message-ებში გვხვდება. და ასეთ ალბათობას ითვლის თითოეული სიტყვისთვის და შემდეგ ამ ალბათობების შეჯამებას აკეთებს და გვეუბნება მთელი ტექსტი რამდენად არის ალბათური, რომ იყოს კარგი თუ spam. ეს ოდნავ განსხვავდება იმ ფუნქციის კატეგორიისგან, რომელსაც ვიღებთ ნეირონული ქსელებისგან, ნეირონული ქსელებისგან ვიღებთ მაღალგანზომილებიან ფუნქციას, რომელიც ცდილობს ამ სიმრავლეში, ასე ვთქვათ, გამყოფი ფუნქციის მოძებნას, რომ შეძლოს და სიმრავლე გაყოს ორ კატეგორიად, სადაც თითოეული კლასი იქნება თავის ჯგუფში წარმოდგენილი და ცდილობს ასეთი ფუნქციის მოძებნას. ანუ როგორც ხედავთ, ყველა მოდელს თავისი უპირატესობა და მინუსი აქვს და პრაქტიკასთან ერთად მოდის რომელი მონაცემი რამდენად ლოგიკურია, რომ მოვარგოთ ამა თუ იმ ამოცანას. როგორც წესი, ასე ვთქვათ, ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ რა მოდელები ვცადოთ და შემდეგ შეგვიძლია უკვე grid search-ის ან random search-ის გამოყენება, რომელიც ასევე წინა ლექციაზე განვიხილეთ. ანუ ყველა კომბინაცია გავწვნათ, საუკეთესო ავარჩიოთ. ამ შემთხვევაში ორ მოდელს ვხდით. პირველი ეს იქნება ეს naive bias. შესაბამისად, fit-ის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს მოძებნილი ის ფუნქცია, რომელიც სასურველია, რომ მართლაც კარგად ყოფს ჩვენ ორ კლასს ერთმანეთისგან. ეს რო დავადასტუროთ, ჩვენ შეგვიძლია x test მატრიცა გადავცეთ predict მეთოდს და დავაგენერიროთ prediction კლასები. ანუ ჩვენ ავიღეთ მონაცემები, რომლებიც წვრთნაში არ გამოგვიყენებია, ჩვენ train მონაცემები გამოვიყენეთ. test მონაცემები და როგორც ხედავთ, ეს არის არა ტექსტები, არამედ უკვე მატრიცად ან ვექტორული სახით წარმოდგენილი ტექსტები. და ის ჩავაწოდეთ ჩვენ predict მეთოდს და მივიღეთ თითოეული ტექსტისთვის 0 ან 1 კატეგორია. თუ რომელს მიეკუთვნება თითოეული. ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ ჩვენთვის ნაცნობი მეტრიკები, accuracy score, ანუ სიზუსტის მაჩვენებელი, გადავცეთ ჩვენი ნამდვილი კლასების მნიშვნელობები და ჩვენი მოდელის მიერ მიღებული მნიშვნელობები და დავინახავთ, რომ 98.85% სიზუსტით ვიღებთ ჩვენი SMS-ების კლასიფიკაციას. შეგვიძლია ასევე confusion matrix დავაბეჭდოთ. შეგახსენებთ, რომ confusion matrix გვეუბნება 4 კომბინაციიდან თითოეულს რამდენი მაგალითი შეესაბამება. ეს კომბინაციები მთავარ დიაგონალზე იქნება true negative და true positive მონაცემები. ანუ ის შემთხვევები, სადაც სწორად ამოვიცანით კარგი მესიჯები, სწორად ამოვიცანით spam-ის მესიჯები და ასევე 11 და 5, რაც არის false positives და false negatives. ანუ კარგი მესიჯები, რომლებზეც თქვით, რომ spam-ია და spam-ის მესიჯები, რომლებზეც თქვით, რომ კარგია. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის, რომ მთავარი დიაგონალი იყოს მაქსიმალურად დიდი და არამთავარი დიაგონალი სასურველია იყოს 0. როგორც ერთ-ერთი მეტრიკა, რომელიც განვიხილეთ, დაუბალანსებელი კლასების შესაფასებლად იყო F1 score. ჩვენ ვიხილეთ, რომ ჩვენი მონაცემები ამ შემთხვევაში არ არის
შესაძლებლად რა არის კარგი და ცუდი, უნდა ვეცადოთ და ჩვენი ევრისტიკა არ გამოვიყენოთ. შეიძლება მოგვესმას რომ 98-ო ეს რა თქმა უნდა მაღალი რიცხვი ახლოს არის 100-თან, მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ null hypothesis, ანუ ყველაზე მარტივი კლასიფიკატორად, ყველაფერზე რო ვთქვათ, მაგალითად კარგია, აი მან სიზუსტეს რამდენად ვაჯობეთ. ამ შემთხვევაში null hypothesis არის უხეშად 80%-ის რაიონში, ამიტომ 80-დან 98-მდე ნახტომი უკვე ისეთი შთამბეჭდავი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც ასე თუ ისე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ დაუბალანსებელ კლასებთან F1 score ან ROC, ანუ area under the curve მეტრიკები უფრო შეესაბამება ასე ვთქვათ რეალობას და F1 score-ს ვიღებთ 95.6 და ROC-ც დათვლილი მაქვს ამ შემთხვევაში იყო 98.6. ეს დაგვეხმარება რომ ეს მეტრიკები შევადაროთ სხვადასხვა მოდელების მეტრიკები შევადაროთ ერთმანეთს და ვთქვათ რომელი მოდელი არის უკეთესი თუ არა ამ თუ იმ ამოცანისთვის. ჩვენ შეგვიძლია ასევე რაღაც მაგალითები წამოვიღოთ, მაგალითად false positive-ები დავაბეჭდოთ, კარგი მესიჯები რომელსაც სპამობა დავაბრალეთ, შეგვიძლია პირიქით რაღაც მესიჯები ამოვიღოთ, spam მესიჯები რომლებსაც სიკარგე დავაბრალეთ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში აქ ესეთი ანალიზი და ჩაძიება ყველაფერზე შეიძლება. შეიძლება ვნახოთ რომ რაღაც სიტყვები ასე თუ ისე აქა-იქ მართლაც არ არის მკაფიო, მესიჯი არის თუ არა, სპამი თუ არა. შეიძლება ვნახოთ რომ მოდელი უფრო გრძელ ტექსტებს აქვს ესეთი bias და გრძელ ტექსტებს უფრო სპამისკენ მიაკუთვნებს. ყოველ შემთხვევაში ეს თითოეული მოდელისთვის უნდა გაკეთდეს ცალ-ცალკე ესეთი შეფასებითი ანალიზი, რომ გავიგოთ რა სუსტი წერტილები აქვს. თან ბიზნესის კუთხითაც false positive და false negatives შეიძლება სხვადასხვა ფასი ქონდეს. შეიძლება ბევრად უფრო ცუდი იყოს რომ კარგი მესიჯი დაუმალოთ მომხმარებელს, ვიდრე სპამი გაგვეპაროს. ამას რა თქმა უნდა ბიზნესი და ბიზნეს გადაწყვეტილებები უკარ ნახობს. შესაბამისად მეტრიკები შეგვიძლია მოვარგოთ. false positive-ებს უფრო კაცრად უყურებს თუ false negative-ებს. ისევე როგორც სხვა მოდელებთან, ჩვენ შეგვიძლია არა დისკრეტული კლასები 0 და 1 ამოვიღოთ, არამედ შეგვიძლია ამოვიღოთ თითოეული კლასის ალბათობები. ეს ერთ-ერთ წინა ლექციაზეც განვიხილეთ. მართალია naive bias-ის შემთხვევაში ეს რიცხვები ზუსტად ალბათობაში შეიძლება არ ითარგმნება. naive bias-ის შემთხვევაში უფრო ექსტრემალურ მნიშვნელობებს ვიღებთ ხოლმე, მიახლოებულს 0-სა და 1-თან, ვიდრე თანაბრად გადანაწილებას. თუმცა მაინც შეგვიძლია უფრო ესეთი დეტალური წარმოდგენა შევიქმნათ თითოეულ მესიჯზე, რამდენად უფრო მიეკუთვნებიან ერთ კლასს თუ მეორეს. როგორც ერთ-ერთ წინა ლექციაზეც განვიხილეთ, ეს ზღურბლიც შეგვიძლია ვაკონტროლოთ. დეფოლტად 0.5 არის ზღურბლი, ყველაფერი რაც 0.5 ნაკლებია განიხილება როგორც კლასი 0, ანუ კარგი მესიჯი. ყველაფერი რაც 0.5-ზე მეტია განიხილება როგორც კლასი 1, ანუ სპამის მესიჯი. და რა თქმა უნდა ამის გასწორება და ზუსტება შეგვიძლია. ისევე როგორც გავჩვენით bias-ის მოდელი, შეგვიძლია სხვა მოდელებიც ვწავლოთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია logistic regression შემოვიტანოთ. კარგი ის არის, რომ მთელი ფუნქცია და ინტერფეისი რჩება იგივე, ვიძახებთ fits. იქაც naive bias-ში თუ გახსოვთ რაღაც მილიწამები დაგვრჩება, მაგრამ ცოტა უფრო დიდი დრო, თუმცა ისევ მილიწამები. ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენი მოდელის პარამეტრები, რომელიც არ შეგვიძლია დეფოლტით გავაკეთეთ. თეორიულად შეგვიძლია რომ ესენი ვცვალოთ და ნახოთ რომელი უკეთ მოიქცევა. თუმცა დღეს ეს არ არის ჩვენი ფოკუსი. და აქაც შეგვიძლია ალბათობების თითოეული კლასის ალბათობების ამოღება.
შეგვიძლია გამოვიძახოთ accuracy score, ამ შემთხვევაში ვიღებთ 98.7 სიზუსტე. შეგვიძლია დავთვალოთ ROC AUC score, ROC AUC, რომელიც ამ შემთხვევაში არის 99.35, ანუ 36 თუ დავამგვალებთ. ანუ როგორც ხედავთ, ოდნავ უკეთესი შედეგები მივიღეთ. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მატრიცას აქვს ათასობით სვეტი. შესაბამისად, შეიძლება არ იყოს ინტუიტიური, იდეაში ჩვენ ახლა საკმაოდ ადვილი მიდგომით მივდექით. უბრალოდ სიტყვების თვლა გავაკეთეთ თითოეულ მესიჯში. და ვცდილობთ აქედან სპამის კლასიფიკაციას. შეიძლება ინტუიტიურად მოგვიჩვენოს, რომ რა ვიცი, 50-60% იყოს მაქსიმუმი, რის მიღწევად შეიძლება. თუმცა, აი, გასაკვირად მაღალ რიცხვებს ვიღებთ მარტივი მიდგომებითაც კი. უფრო რთულ მიდგომებს გავეცდომით ლექციების მსვლელობასთან ერთად. და თავისუფლად ნახოთ აი შემთხვევებს, სადაც ტექსტის ანალიზი ხდება უკვე ღრმა ნეირონული ქსელებით, დიდი ენობრივი მოდელებით. და იმ შემთხვევაში შეიძლება არა უბრალოდ კლასიფიკაცია გვინდოდეს, იყოს ტექსტის გენერაცია. თუმცა ტექსტის გენერაციაც ეს არის კლასიფიკაციის ამოცანა. ჩვენ ვცდილობთ თქვათ, რა იქნება შემდეგი სიტყვა ან წინადადება ჩვენ პასუხში. რაც ასევე ერთგვარი კლასიფიკაცია არის. უბრალოდ გატარებული ბევრჯერ. ერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ტოკენები, რომელიც ამოვიღეთ, თითოეულად შევაფასოთ რა ალბათობებია თითოეულ კლასისადმი კუთვნილების კუთხით. ანუ მაგალითად შევხედოთ თითოეული სიტყვა რამდენად არის დამახასიათებელი სპამისთვის. ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ აი ეს ტოკენები, როგორც ვიხილეთ, ეს იყო 7456 ტოკენი, რომელიც ჩვენმა ვექტორაიზერმა დაგვითვალა. შეგვიძლია საწყის შევხედოთ, ესენი არის დალაგებული ანბანის მიხედვით. ანუ შესაბამისად თავში გვექნება ამ შემთხვევაში ციფრები, ყველა ის რიცხვი, რაც ამოიღო. და ტოკენების ბოლოში გვაქვს, როგორც ხედავთ, Z და სიტყვები, რომელიც მაგალითად უნიკოდით შემცველი სიტყვები და სხვა. ანუ ეს იდეაში ეს ბევრი ტოკენი, რომელიც ჩამოწერა ჩვენმა ტოკენაიზერმა. ჩვენი naive bias იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ feature count property შეგვიძლია ვიხილოთ. feature count-ი ნიშნავს, რომ ამ 7456 სვეტიდან რამდენჯერ შეხვდა ესა თუ ის კარგ მესიჯებში თუ ცუდ მესიჯებში. მაგალითად, შეგვიძლია ნახოთ, რომ პირველი ტოკენი 5ჯერ შეხვდა spam message-ში, 0ჯერ შეხვდა კარგ message-ში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ასე საინტერესო სტატისტიკური ანალიზი ამოვიღოთ მოდელის წვრთნიდან, იმის და მიხედვით თითოეული ფიჩერი რამდენად შეესაბამება კლასს. ან თითოეული ფიჩერის მნიშვნელობა ამოვიღოთ. ესეც საკმაოდ კარგი ესეთი გვერდითი ეფექტი არის. ხშირად ჩვენ მოდელი კი არ გვესაჭიროება, ხშირად გვესაჭიროება ვიცოდეთ რომელი სიტყვა, ან რომელი მონაცემის რომელი სვეტი არის ახლო კორელაციაში, ან აქვს მაღალი ზემოქმედება ჩვენ მიზნობრივ ფუნქციაზე. მაგალითად, მაგალითს მოგიყვანთ მოდელზე მუშაობდით, სადაც პაციენტებს ჰქონდათ თუ არა ღვიძლის კიბო, მაგის დადგენა გვინდოდა. და ჰქონდა ფიჩერებად ჰქონდა ამ პაციენტების სისხლის ანალიზი, სხვადასხვა ანალიზები და ვცდილობთ გავიგოთ, რომელი ანალიზი არის ახლო კორელაციასთან დიაგნოზთან. არა მარტო იმის დადგენა გვინდა პაციენტის რისკები, რომ მას ჰქონდეს ადრინდელი სტადიის ან გვიანდელი სტადიის კიბო. არამედ რომელი ანალიზი გვაძლევს ძლიერ მაჩვენებელს ამის დასადგენად. ეს ხდება იმიტომ, რომ რეალობაში ეს ამ ყველა
მონაცემის დათვლა უფასო არ არის. ჩვენ რო ჩავატაროთ რაღაც ანალიზები, ყველა ანალიზი დაკავშირებულია რაღაც ხარჯებთან, ენერგიასთან, წვდომადობასთან, შეიძლება რაღაც მონაცემები უბრალოდ არ გქონდეს. ჩვენ უფრო რაც უკეთ გვეცოდინება, რომელი მონაცემი არის ჩვენთვის კრიტიკული და გადამწყვეტი, მით უფრო შეგვიძლია ფოკუსირდეთ გადამწყვეტ მნიშვნელობებზე. ანუ თქვათ, რომ პაციენტს ესაჭიროება მხოლოდ ამის და ამის გაზომვა, ჩვენ უკვე ამ და ამ ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის თუ არა რისკის ზონაში. და ამიტომ ხშირად მოდელს ვწვრთნით არა იმისთვის, რომ გქონდეს მოდელი, არამედ იმისთვის, რომ დავადგინოთ რომელი მონაცემი არის ახალ კორელაციაში ან ზემოქმედებს ყველაზე მეტად მიზნობრივ მონაცემებს. ამ შემთხვევაში ეს არის, ასე ვთქვათ, წვალებში გასართობი ანალიზი, თუ გავიგოთ, რომელი სიტყვები გვხვდება ხშირად სპამ მესიჯებში. აი შეგვიძლია ნახოთ, რომ ეს არის 2.756 განზომილებიანი მატრიცა. და შეგვიძლია ვიხილოთ, რამდენჯერ შეგვხვდა ესა თუ ის სიტყვა სპამ მესიჯებში. ეს შეგვიძლია, რა თქმა უნდა, წარმოვაჩინოთ Pandas-ის data frame-ის სახით. მაგალითად, თითოეული სტრიქონი იქნება თითოეული token-ი და რა სიხშირით შეგვხვდნენ ისინი კარგ თუ ცუდ მესიჯებში. და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომელი სიტყვები არის დამახასიათებელი კარგი თუ ცუდი მესიჯებისთვის. ახლა რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მონაცემები არის ისეთი სატესტო სათამაშო მონაცემები, ასე რომ შედეგს რასაც მივიღებთ, ისე უფრო ინტერესით უნდა შევხედოთ, არა იმისთვის, რომ ალბათ რაღაც ცხოვრებისეული დასკვნები გავაკეთოთ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია სიხშირით დავანაწილოთ. ანუ დავყოთ თვლა გადავიყვანოთ სიხშირეში. ანუ გავყოთ თითოეული რიცხვი თვითონ კლასების რაოდენობაზე და შესაბამისად მივიღებთ სიხშირეებს. თავისუფლად შეგვიძლია ამოვიღოთ spam ratio, ანუ რამდენად უფრო ხშირად გვხვდება თითოეული token-ი spam-ში ან კარგ მესიჯებში და მათი შეფარდება დავთვალოთ. და დავაწყოთ ეს სიტყვები ამ ratio კლებადობით. და ჩვენი ჰიპოთეზა არის, რომ ის სიტყვები, რომლებსაც მივიღებთ C-ის თავში, არის ძალიან ძლიერი მაჩვენებლები იმისა, რომ spam message-ებთან გვაქვს საქმე, ხოლო ის token-ები, რომლებიც უკვე ძირში აღმოჩნდებიან, ისინი ყველაზე ნაკლებად. ნუ აქ ხედავთ, რომ claim, price, tone, guaranteed, რაღაც სიტყვები, რომლებიც ძლიერად მიანიშნებენ spam-ს. ანუ ეს ყველაფერი და ეს ანალიზი ფაქტიურად მივიღეთ წყალებში უფასოდ. ანუ ჩვენი მიზანი იყო spam მოდელის შექმნა და როგორც ხედავთ, მის გამოთვლაში ასევე შემოგვეთვალა საინტერესო სტატისტიკები ამა თუ იმ სიტყვაზე და token-ზე. მაგალითად შეგვიძლია ჩავაწოდოთ რამე სიტყვა და ნახოთ რამდენად spam-ური არის ესა თუ ის სიტყვა. ასე ვთქვათ, ორი საინტერესო მოდელი მივიღეთ ერთის ნაცვლად. მე ერთი სავარჯიშო პროექტიც ჩავაგდე. ალბათ ახლა რა თქმა უნდა საშინაო დავლებას არ ვითხოვთ, წარმოვიდგენია ისედაც რამდენი ამოცანა გიდგათ წინ. თუმცა მოკლედ გადავხედავ თვითონ ამოცანას იმისთვის, რომ უფრო წარმოდგენა შეგვეძლოს, რომ არა მარტო კლასიფიკაციისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთი ამოცანები. მაგალითად მე აქ ჩავამატე yelp.csv ფაილი, გვაქვს ასეთი ფაილი, რაც არის სხვადასხვა რესტორნების რევიუები. ეს არის ტექსტური მონაცემები, თითოეულ რესტორანს აქვს თავისი რევიუ და თითოეულ ამ რევიუს აქვს რეიტინგი 1-დან 5-მდე.
ალბათ წარმოგვიდგენია, რომ რაც უფრო დადებითი ტექსტი არის, მით უფრო მაღალ რეიტინგს ველოდებით და პირიქით, რაც უფრო უარყოფითი ტექსტია, მით უფრო დაბალ რეიტინგს ველოდებით. ეს ამ ამოცანას ქვია sentiment analysis, ანუ ტექსტის სენტიმენტის რიცხობრივი შეფასება. გვინდა ვთქვათ, ჩავაფასოთ ეს ტექსტი რამდენად დადებითია თუ უარყოფითი. ხშირად გამოიყენება და ეს ისეთი კლასიკური ამოცანა არის დიდი ხანია გამოყენებაში. იქნება ეს რევიუების შესაფასებლად, რევიუების შესაჯამებლად, რომ გავიგოთ პროდუქტი კარგია თუ ცუდი თუ ასე შემდეგ. ბევრი რაღაც პრაქტიკული გამოყენება შეიძლება გქონდეს. exercise solution-იც გვაქვს აქ. იდეაში მიდგომა ზუსტად იგივე არის. ვიყენებთ count vectorizers, ვაკეთებთ ჩვენი რევიუების ვექტორიზაციას და ტრანსფორმაციას. ერთი საინტერესო რაც არის აქამდე თუ SMS-ებში ქონდა 7400 რაღაცა უნიკალური თოუქენი, აქ კიდევ უფრო მეტი გვაქვს, ანუ ასე ვთქვათ ლექსიკონი, რომელიც გამოიყენება რევიუებში, როგორც ჩანს, უფრო დიდია, 16825. სატესტო მონაცემებში გვაქვს 1022 რევიუ და საწვრთნელ მონაცემებში გვაქვს 3064. და ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ჩვენი მიზნობრივი ფუნქცია არის 1-დან 5-მდე რეიტინგი. აქ დეტალურად აღარ ჩავივლი, მაგრამ შეგიძლიათ გაუშვათ ეს ბიბლიოთეკა, უბრალოდ ეს პროექტი. საინტერესო სტატისტიკების ამოღება აქედანაც შეიძლება. და აქეთ შეგვიძლია რაღაც keyword-ების პოვნა, რომელი უფრო ზემოქმედებს ყველაზე მეტად რევიუზე. ერთვარსკვლავიან თუ ხუთვარსკვლავიან რევიუზე. ამ ყველაფერს თუ გინდათ შეგიძლიათ მე გადავუაროთ, როგორც მოველთ რაც fantastic, perfect, რაღაცა დადებითი სიტყვები აღმოჩნდება ჩვენი სორტირების თავში. და უარყოფითი სიტყვები აღმოჩნდება სადღაც ფსკერში. ეს როგორც მოსალოდნელი არის. კარგით. თვითონ vectorizers რამდენიმე პარამეტრი აქვს. შეგვიძლია მასში რაღაც პარამეტრები ჩავასწოროთ. როგორც ჩვენ ვიხილეთ, default მიდგომა არის, რომ ინგლისური სიტყვების ამოღება გრამატიკისგან და სასვენი ნიშნებისგან გასუფთავება. მაგრამ როცა ხვდებით, ანუ და stop word-ების ამოღება. Stop word-ები არის ესეთი სიტყვები, შემავსებელი სიტყვები, რომლებიც მნიშვნელობას არ ცვლიან. როგორც ხვდებით, ეს ყველა ენაში სხვადასხვა შეიძლება იყოს. ამიტომ უკვე ენის ელემენტი შემოდის ჩვენ გადაწყვეტილებებში. რაც ინგლისური შემთხვევაში შედარებით ადვილი გადასაწყვეტია, ჩაშენებული აქვს. მაგალითად stop words equals English შეგვიძლია ჩავაწოდოთ, ანუ რომელი ენის stop word-ები გამოიყენოს. scikit-learns აქვს რამდენიმე ენის მხარდაჭერა, ქართულის default-ად გონი არ აქვს, თუმცა ასეთი stop word-ების მოძიება online შეიძლება. მე გავჩვენებთ რამდენიმე წყაროს. თუმცა ახლებიც იქნება ასეთი რამდენიმე გუნდი მუშაობს ამაზე და ჩვენ ასე ვთქვათ ქართულ ტოკენაიზერებზეც მიდის მუშაობა. კარგი ის არის, რომ ასე ვთქვათ დიდენობრივი მოდელები იმდენად დიდებია, რომ ხშირად სხვადასხვა ენაზეც უპრობლემოდ მუშაობენ. თუმცა რაღაც პერფორმანსის კლება მაინც ახასიათებთ. კიდე ერთი პარამეტრი, რაც რამდენიმე სიტყვით ვახსენეთ, ეს არის n-gram range. ანუ აქამდე თუ თითო სიტყვებად შლიდა ჩვენი vectorizer-ი token-ებს, ჩვენ შეგვიძლია დავაბაროთ ერთად და ორად. ანუ 1 gram and 2 gram დაშლა. ამ შემთხვევაში ჩვენ მატრიცის სვეტებში გვექნება როგორც ერთსიტყვიანი token-ები, ისე ორსიტყვიანი წყვილები. ჩვენ აქ თეორიულად შეგვიძლია 3 და 4 და 5 და ასე შემდეგ გრამებზე დაყოფაც. თუმცა რაც უფრო მაღალში გადავდივართ, ხო ხვდებით კომბინაციაც გვეზრდება შესაძლო token-ების. და როგორც წესი, მნიშვნელობა თანდათან
კლებულობს. ანუ რაც უფრო მაღალ გრამ ტოკენზე გადავდივართ, მათი სიხშირეები ასე თუ ისე კლებულობს. რა თქმა უნდა, იქნება რამდენიმე სიტყვა, რაც ხშირად გამოიყენება წყვილებში ერთად, რაც ხშირად გამოიყენება 3, 4, 5 სიტყვაში ერთად. და ზუსტად მაგათ საპონელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს n-gram range. MaxDF მაგალითად, ეს არის უკვე სიხშირე. ჩვენ თავისუფლად როგორც ხედავთ, უკვე ბევრ კომბინაციებთან გვაქვს საქმე. ანუ ჩვენ შეგვიძლია წიანსწარ გავფილტროთ ეს ტოკენები. MaxDF, ეს DF ამ შემთხვევაში გულისხმობს document frequency. და MinDF, ანუ ჩვენ შეგვიძლია range უთხრათ, რომ რაღაც ტოკენები, რომლებიც ძალიან ხშირია, ან ძალზედ მცირეა, ამოვაგდოთ. ეს კეთდება იმიტომ, რომ ტოკენები, რომლებსაც ძალიან მაღალი სიხშირე აქვთ, ხშირად ეს შეიძლება იყოს სიტყვები, როგორც V, ან რაღაც ისეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვები არ იყოს, უბრალოდ ფართოდ გამოყენებული სიტყვები იყოს. და რიგ შემთხვევებში შეიძლება მათი დაიგნორება ჯობდეს, რომ უფრო მნიშვნელოვან ტოკენებზე ფოკუსირდეთ. და MinDF ფილტრი არის იმისთვის, რომ ზედმეტად იშვიათ ტოკენებზეც არ მოვწდეთ. ეს შეიძლება იყოს შეცდომით დაბეჭდილი სიტყვები, ეს შეიძლება იყოს როგორც ვიხილეთ რიცხვები, ხმაური, რაღაც უნიკოდ სიმბოლოები და ასე შემდეგ. ისინი, რომელთა სიხშირე არის საკმაოდ დაბალი და არ მოველით, რომ მოდელისთვის რაღაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შეიძლება პირიქით მეტი ხმაური შემოიტანოს ჩვენ მონაცემებში. როგორც ვიხილეთ, ეს ტექსტის ანალიზი არის საკმაოდ გრძნობიარე პროცესი. ანუ რიგი გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, თუ როგორ დავიწყოთ ტექსტის ვექტორიზაცია. რაც არ უნდა იყოს საბოლოოდ ჩვენი ამოცანა არის, რომ გადავყვავს ტექსტი რიცხობრივი ვექტორის წარმოდგენაში. კარგი არის ის, რომ უკვე მზა ვექტორაიზერები არსებობს, რომლებიც უკვე მორგებულია და გაწვრთნილია დიდ მონაცემებზე და შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ. რაც ხდება ისეთ როცა საქმე გვაქვს რაღაც კლასიკურ ამოცანებთან. თუმცა ძალიან მომგებიანია გვესმოდეს თუ რას გულისხმობს ეს ვექტორიზაცია, როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ, n-გრამები რას ნიშნავს, document frequency რას ნიშნავს და მათზე დაფუძნებით გაფილტრვა რას გვაძლევს. რაღაც ლინკებს დაგიშეერებთ როგორც დამატებით მასალას. ერთ-ერთი არის ეს GitHub repository, რომელიც რამდენიმე საინტერესო dataset-ს ერთ ადგილში უყრის ადგილს. ეს ძირითადად არის საქართველოსთვის დამახასიათებელი მონაცემები, ეს შეიძლება იყოს ფინანსური ან ეკონომიკური, real estate ან უძრავი ქონება, მოსახლეობა, ლინგვისტიკა, რუკები, გამოკითხვები და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა მონაცემები არის შეგროვებული სხვადასხვა სტატისტიკური ან სამთავრობო წყაროებიდან. თეორიულად ეს ყველა მონაცემი ჩვენ შეგვიძლია წამოვიღოთ, უბრალოდ აქ უფრო ხელმისაწვდომად არის ხელმისაწვდომია და შეგვიძლია პირდაპირ უფრო ადვილად დავიწყოთ რაღაც ექსპერიმენტები და სატესტო პროექტების გაკეთება. აქ არის რაღაცა მაგალითად ქართული სოფლები და ასე შემდეგ, ანუ რაღაც საინტერესო რაღაცებს ნახავთ. კიდე მინდა Hugging Face-ის ჩვენება, იმედია უმეტესობა მიცით. Hugging Face არის პორტალი, სადაც მოდელები, მონაცემები, ვექტორაიზერები და ეს ყველაფერი არის გაზიარებული და ხელმისაწვდომი. აქ არის როგორც ტუტორიალები, ისე მოდელები და ასე შემდეგ. ბევრ ამას შეიძლება წააწყდეთ, იშვიათსაც და გავრცელებულსაც. აი როგორც ხედავთ, მოდელები, დატასეტები, სპეისები, community. მომავალ ლექციებში ჩვენ Hugging Face-დან წარმოებულ მოდელებსაც გამოვიყენებთ. ეს დიდი ენობრივი მოდელები, როგორც წესი, საიდანაც უნდა წამოვიღოთ, ეს არის წინასწარ გაწვრთნილი მოდელები.
აი როგორც დღეს განვიხილეთ fine tuning-ი და transfer learning-ი. ანუ ეს უკვე გაწვრთნილი მოდელები არის ხელმისაწვდომი ამა თუ იმ პლატფორმებზე, შეგვიძლია გადმოვწეროთ, ნახოთ როგორ ვისარგებლოთ და იქნებ ჩვენ ძებებსაც მოვარგოთ. თუმცა მაგას თელ ლექციას დავუთმობთ, რომ ნახოთ როგორ შეგვიძლია მოვარგოთ ესეთი ზოგადი მოდელები ჩვენ მონაცემებში. კარგი რესურსი არის, რაც უნდა იყოს. და ქართული ენის კორპუსზე არაერთი კვლევა და ანალიზი არის გაკეთებული, რამდენიმეს დაგიშეერებთ, ერთ-ერთი აი თუნდაც 2024 წლის ნაშრომი არის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. აქ ბევრი არის მასალა, სხვადასხვა გუნდები, სხვადასხვა უნივერსიტეტები ამას ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად მუშაობენ ამაზე. თუ გაინტერესებთ, ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ გაეცნოთ. მე ამ ყველა ლინკს და ყველაფერს მოგაწვდით. როგორც ყოველთვის, მათ შორის ლექციის ჩანაწერსაც. და შემდეგ ლექციაზე უკვე დავიწყებთ ტრანსფორმერების და დიდი ენობრივი მოდელების განხილვას. ეს თემა აერთიანებს ნეირონული ქსელების და დღევანდელ თემებს. ანუ ის ყველა ის ტერმინი იქნება, ეს ტოკენი, ენგრამი, ეს ვექტორიზაცია. ყველაფერი ერთად გამოგვადგება იმაში, რომ უკეთ გავიგოთ ასე ქრონოლოგიურად როგორ შეიქმნა დიდი ენობრივი მოდელები. GP და T რას ნიშნავს ChatGPT-ში, როგორი თანმიმდევრობით შეიქმნენ და უხეშად როგორ არქიტექტურას გამოიყენენ. და შესაბამისად, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მოდელები ამა თუ იმ პროექტში. მაგ ყველაფერს უკვე შემდეგ ლექციაზე გავიცნობთ. კარგით, ეს იყო სულ, რაც მინდოდა დღეს მომეყოლა. თუ გაქვთ შეკითხვები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმები. WhatsApp-ში შეგიძლიათ დამისვათ და ვეცდები ხვალისთვის ეს ყველა მონაცემი, ეს მთელი მასალა გაგიზიაროთ და ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის. კითხვები არ არის. კი ბატონო. მაგრამ შეიძლება გაჩნდეს. იმიტომ რომ თუ იქნება, ხო. კი, ყველა მონაცემს და ყველა პროექტს თავისებურება ახასიათებს. იქნება ეს მუშაობთ სურათებთან, ტექსტთან, ვიდეოსთან. ყველა შემთხვევაში პატარა სხვაობები, ბირთვი რა თქმა უნდა იგივეა, ჩვენ ისევ და ისევ მონაცემებს ვამუშავებთ და მოდელში ვატარებთ. თუმცა აი გარშემო ინფრასტრუქტურა შეიძლება რიგ შემთხვევებში შეიცვალოს და რაღაც მორგება დაგჭირდეს. მე როგორც ვიცი, ეს კვირა და მომავალი კვირა შეხვედრები გაქვთ ბიზნეს მოდელის განსახილველად. დიდი ალბათობით ტექნიკური პროექტის განხილვაზეც გამოვყოფთ რაღაც დროებს, ალბათ 9 საათს თითოეულ გუნდთან, სადაც განვიხილავთ ამოცანას, რა მდგომარეობაში არის ახლა, რა გეგმები არის და რა იქნება ნაბიჯები MVP-ს მისაღწევად. ანუ minimum viable product-ის მისაღწევად და შეიძლება რაღაც რჩევებიც ინფრასტრუქტურაზე, პროექტის ასე ვთქვათ, დაწყებაზე ან გაგრძელებაზე და რაღაც ესეთ პოინტერები რომ მოგცეთ უკვე კერძოდ თითოეულ გუნდს. მაგ ყველაფერს დაგიკავშირებით, როგორც ბიზნეს მოდელის შემთხვევაში ალბათ რაღაც განრიგი გვექნება და შევთანხმდებით რა დროებში შევხვდეთ. და შეგვიძლია უკვე სათითაოდ ამოცანებს გადავხედოთ და შევაფასოთ. კარგით, ეს იყო და ეს. მადლობა ყურადღებისთვის და ვეცდები მთელი ეს მასალა მოგაწოდოთ უახლოეს მომავალში. მადლობა და ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.